გუშინ პროკურატურისკენ მიმავალი თინათინ რუხაძე Facebook-ის პოსტით რომ გადადგა კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ქართული ოცნება იხრჩობა კორუფციაში. ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ერთმანეთს ეჯიბრებიან ხალხის ფულის გაყოფაში და მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად გუნდში ივანიშვილის კარზე გადაწყვეტენ, რომ ვიღაც უნდა გაიწიროს, ხედავთ ხოლმე, რომ ან თანამდებობას ატოვებინებენ, ან საერთოდაც ციხის გზას გაუყენებენ ხოლმე. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძლიერი საქართველოს ლელო, თავისუფალი მოქალაქეები, ოპოზიციური სპექტრი წლებია ვსაუბრობთ, რომ ქართულმა ოცნებამ ამ ქვეყანაში შექმნა სისტემური კორუფცია, კორუფცია აიყვანა მანამდე არნახულ მასშტაბსა და დონეზე და ამას აკეთებენ როგორც პრემიერ-მინისტრების, მინისტრების დონეზე, ასევე სახელმწიფო აპარატის ყველაზე დაბალი რგოლების მეშვეობით. ამ სისტემურ კორუფციას არ უშველის ერთი და ორი პირის დემონსტრაციულად გასამართლება. სისტემური კორუფცია დამარცხდება ამ ქვეყანაში ქართული ოცნების რეჟიმის ცვლილებასთან ერთად.